Იცოს პუშტი, გადმოხედე მოგესალმებით, ეს გათმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯავანენიძე ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფები დაჭერის მთავრობის სახლის წინ, სადაც ადამიანები შეიკრიბნენ ბუშტებით. ბუშტები, როგორც თქვენ იცით, გადავნებთ ამ აქციებს თვალს, არის ერთგვარი პრობლემური საკითხი, რადგანაც სწორედ ბუშტების გაშვების გამო გუშინში დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. დაჯერებდა კიდევაც აქციის ერთი მონაწილე, რომელიც გუშინ წინ დააკავეს ბუშტების გაშვების შემდეგ. აქციაზე გუშინ ჰელიუმის ბუშტების იყო მოსულები, რომელიც გაუშვეს მონიკრიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ. კონკრეტული წარწერებით, როგორც ახლა თქვენ ამ ბუშტებზე ხედავთ, მოსახლეობა ამ დროს თხოვდა მონიკრიჟვაძის შეხვედრას და სწორედ პოლიციამ მოითხოვა ბუშტების ჩამოსვლა და ამის შემდეგ როცა ეს ადამიანები დააკავეს, მათი მოქმედება მიიჩნეს სამართალდარღვევად და შეუყვარდა დააჯარება 500 ლარით, ასევე მისცა გაფრთხილება. დღეს აქციის მონაწილეებმა მოიფიქრეს ასეთი პერფორმანსი, რომ აქციის მონაწილეები უნდა შეკრებილიყო ბუშტები და გულდნენ კიდეც ამ ბუშტებით. აგრეთვე მობილიზებული არიან პოლიციელები აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქციის მონაწილეებს კიდე დამატებით სხვა ბუშტები. რა წარწერებია ამ ბუშტებზე რომ გავაბა იყოს გამნას გამოიყო არა კონცეპტ როგორც გიყოლობ მონობა კეხავს ეს წარწერებია ამ ბუშტებზე რომელიც მოიტანეს აქციის მონაწილეებმა აქციაზე მოიტანეს ჰელიუმის ბუშტებიც რომლის გაშვება წინა დღეებში გახდა ფიზიკური დაპირისპირების საგანი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის და როგორც გვეკითხარით დააკავეს აქციის 5 მონაწილე, ერთი დააკავეს გუშინ წინ, ხოლო 4 გუშინ დაშავდა დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი. ამ 4 ადამიანის პროცესი ჯერ დასრულებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რადგანაც გუშინ მოსამართლე ჯუმბურ ბეჯანიძემ დამატებით მტკიცებულების წარმოქმნა მოითხოვა პოლიციისგან, რომელმაც შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოფლი, ხოლო პირველი სამართალდამტყვევი, რომელიც გუშინ წინ დააკავეს, ეს იყო ირაკლი ჭკვირტყია, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისცა გაფრთხილება და 500 ლარიანი ჯარიმა. ირაკლი ჭედიშვილი გამოჩნდა ახლა აქ, რომელიც არის პოლიციის დეპარტამენტის სასამართლოში. ეს რა გავაბათ? ერთი წამი შევთავაზეთ. აქ დგას პოლიციის თანამშრომლები. ეხლა ბუშტის თავზე გადაჭიმოა, ერთი წამი გავიგე, მე თქვენთან არ მომსწავლო რა. ამ პერიმეტრში შეიძლება ბუშტის პოლიციელებს თავზე გადაუჭიმო, ჩვენ ამის უწევთ. ერთი წამი ეხლა ველაპარაკები გააცადე აქმევი. შეგიძლიათ აი ესე თუ გინდა და ამ თქვენ ტერიტორიაზე გააკეთოთ და გაჭიმოთ. ესე ეხლა პოლიციას თავზე ბუშტი გადაატანა. ამორეცხლით მაგათაც მაგას არ
არ დაუშვებ თავზე უნდა და საიდან აიღე. შენ ძალიან დიდ ბოძზე უნდა გავაბად ბუშტი და რატო არ რატომ არის პრობლემა არ გადაგაჭიმიებ ბუჩაზე ვჭირას ბუშტების და გადაგენა პოლიციელები ოქრობის აი ესე თუ ესე ვისავანახოთ ახლა პირდაპირ აგერ კონკა თავრობის არ გეხებით არა ბუშტი თავზე არ გავჭირდა არ არსებობს კანონი მითხარი ვის საფუძვლად არ მაქვს ბუშტის და მომისმინე ერთი წამი რა არა გისმენ ხო მეც ხოდა მომისმენ და გისუდა მიპასუხე ნახე პოლიციელებს რადგან მე რა როდი მე სტოლბი და სტოლბაზე ხა თავზე უნდა თავზე არ გავჭიმავთ არა შეურაცხყოფელია ვერ გავა თქვენ გაკეთებულო შეურაცხყოფელი აკეთებ ყველა პოლიცია რატო თავზე არ ბუშტია ბუშტი მეტი ადგილი არაფერი ერთი ბოძიდან მეორე კაცო გამაგებინე ოქროები ხო იყო მაშინ ხეზე ჩამოყიდე ხეზე რატო არ მინდა ხეზე ჩამოკიდება ბიჭო შემინებავე სადაც მინდა იგავაბა მამ გააბი ერთი წამი სადაც მინდა იგავაბა ეკანონები მოყევის სად გავაბამ და სად გამოვაბამ გადავწყვიტე მე შენ არ პოლიცია და გავალამაზოთ ბუშტები დაგაურო თავზე გადაგვადა ხელი გაუშვი რატო წყვიტა გამაგებინე ბუშტის გაშინია თუ გაარი გამაგებინე ვაშაურაცხყოფად გებულო Puștăm nu guard, măi! Puștăm să și ne Aru aquí de pausa, caso. Bacari mieci, Bacari mieci, Dimas, care? Eso. Hai, mai sargin, hai, da, uite. Twiti, gacha. Bacari momentul auzi. Bacari momentul auzi. პოლიციას თავზე ფუშტებს შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ბუშტის, ეშინია საკუთარი თავის და საკუთარი თავის ეშინია იმიტომ რომ საჭეში ხშირად არ იყურებიან და როცა ჩაიხედავენ და ნახავენ რომ ქუჩაში გამოიხედავენ ამის არ შეეშინდებათ ამერწმუნებ რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება აი
აი ჩმორი როსის იქ კაბინეტში ახალგაზრდა შეარქვე ძალიან მწვანეა და მიწდება რომ ამას ვეძახი მაგრამ ჩმორნიკე დაარქვე საუბედურო აი ამ ადამიანს უნდა ესწოდეს რომ მამამისის გამოგზავნილი აი ამ დაგეშილი ადამიანები ვერაფერს ვერ გახდეთ მაგრამ თავარი არის ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ალამსა და ყველაზე დიდი ბუშტი როგორც სხვადასხვა დასრულდებიან გამერწმუნდეს დასრულდებიან მომეციო ხალხი მისადრო გაჩიმოს არა მაგრამ მისცემთ უფლებას ბუშტების გაშვებისას ბუშტების გაშვებისას პრობლემა რომ განმარტოთ ბუშტების განთავსება ვერ მართა რა ვიცი არაფერი არ უთქვია მაგრამ ეხლა რასაც აკეთებენ ეს არის არიან გადაქცეულები ჩაულებია ჩაულებია ქეშინე ბუშტები შენი შიში არა ხო რატო მაგავჭიმო ჩემ ქალაქში სადაც ვიზა ახალი წელი მოდის პოლიცია აი გადავატარე რა მოხდა მითხარი რა დავარწმუნე აი ხო გადავატარე ესე რატო აქ არის პროტესტი გამაგება იქ არ გავდე ნუ ხავს ისამართლოებს მინდა რომ მას გადაუკიდო ხალ გუგიდებს აქ ვინ არის აი ამ ხება პოლიციას ბუშს გალიკდა დილაღავს ხდება შე ხდება ადამიანები გარბიან აქციის მონაწილეები როცა გავარკვევ რა ხდება გადმოინდა მთავრობის სახლის შენობის პოლიციის დეპარტამენტის სავარაუდოდ დააკავეს რეზოლუციის დაკავებას ცდილობენ და ამის საშუალებას ამის აპროტესტებენ აქციის მონაწილეები ამიტომაც
აი სკუილადი ჯერბალასა დაგვიყარა გადავშვიდი რანაირად დავშვიდე უშტის დამოუკიდებელი რანაირად დავშვიდე როგორ დავშვიდე რანაირად დავშვიდე ამარის გამო მიყავენ უშტის გამო უშტის გადატარებაო შეურაცხყოფაო და ყარაულად რო გეცეთ ეგ არ არის შეურაცხყოფა ბიჭო მარაული ბატონო იგაზე ეგ არ გაწუხებდა უშტი გაწუხეს მილიცია დაცვა რო გვიდა იმიტომ გავარ ქუჩაში კრიმინალებმა რო არ მისცეს დავალება ახლა ეხლა რა საყიდო რეზო ხარაზი ჩვენი დანამებრძოლი კიდე დააკავეს უსკისგან მართლა საზღვარი არაფერს აღარ აქვს უსკის გაშვებას ბატონო კონსტანტინე იქ იყავით თქვენ ჩვენ არ დაგვინახეთ იქ არის სად იყავით არა იქ არ მოხდა იქ იყავით იქ არ ყოფით Pustite me saúde, Poliția, uprosi, atcueți nas, ați scueli, ha. Miliții, uprosi, miliții. Miliția. რეზო ხარეს დააკავეს ვისთვის ყველა უნდა გვაკავლოს მუშტი ეკავა ხელში მეტი არაფერი არ გაუკეთებია დააკავეს უკვე მაგრამ სიცხული ნამუსი არა იმასაც ვერ ხვდება ანანიაშვილის და სხვების ამათი მუდრის დასაცავად გავართ მათ შორის ჩვენ აქ რომ პოლიციას კრიმინალი არ დააჯდეს თავს და გადაფარებულები არიან კრიმინალი ბუშტის გამოიჭერენ ბავშვებს მე რამდენი დღეა რა სხვა ხო არ დაუკავებიათ კიდევ არ ვი რეზო დავინახეთ ერთი ხარას ვინც დააკავეს გუშინ 4 სტუდენტი დააკავეს და გააგრძელონ ბუშტის გამო დაგვიჭიროს რიშვაძე მართლა ბუშტი ხელი პროვოკატორები დაგვესხენ თავს აქციას ის ადამიანები ზუსტად 15 წუთში ხელწერილით გაუშვეს და როგორც გვაქვს ინფორმაცია ოღონდ დაუზუსტებელი ერთ-ერთი იყო მერიის თანამშრომელი ის პროვოკატორი ამ ადამიანებს ხელი გადაუშვეს ერთ-ერთი რწმუნებული იყო არ ვიცი ოღონდ დაუზუსტებელია ეს ინფორმაცია და ვაზუსტებ იქეთ აპირისპირება ეს ადამიანები გაუშვეს ეს მირდათ გამადაძე იყო იქეთ მივდიან აქციის მონაწილეები ჯერჯერობით არ ვიცი რა ხდება აპირისპირება გრძელდება როგორც ვთქვა დააკავეს რეზო ხარაზი ის ნაცნობობის ერთ-ერთი ლიდერია ახლა დაპირისპირება ფიზიკურად ისევ გრძელდება პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის თუმცა ამ შემთხვევაში არ ვიცი რა საპროტესტო რატომ ხდება ეს დაპირისპირება
დაპირისპირება დღეს დაახლოებით 12 საათზე დაიწყო, როცა აქ მონაწილეები მოვიდნენ ბუშტები და პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე ირაკლი ჭედიშვილმა თქვა, რომ ბუშტები არ უნდა განათავსონ მთავრობის სახლის წინ. მან თქვა, რომ აქ დგას პოლიციელები და პოლიციელების თავზე ბუშტების გადატარება არ მოხდება. ეს არის პოლიციის გმისების შეურაცხმყოფელი ყოფილი. რაც მოხდა ჯერ სუპერი დაპირისპირება, რადგანაც აქციის მონაწილეება ჩადგოლეს და ნასაკო ჩოლო გამოხატოს თავისუფლება და არაფერს არ ამოგვიდნენ. ბატონებო, რა ხდებოდა თუ შეიძლება რომ გითხრათ? ბატონებო, ვის გამოიყო დაპირისპირება? მოგახსენებთ. ერთი პირი. რეზო ხარაზია ხო დაკავებული? პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაუმორჩილა. რა მოთხოვნა იყო? რას არ დაიმორჩილა რეზო ხარაზი? წარმოდგენილი არიან მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები და ცდილობდა პოლიციელების ორდენის გარღვევას ფიზიკური ძალის გამოყენებით და მოუწოდეს არაერთხელ რომ შეეწყვიტა დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, რაზედაც არ დაემორჩილა და მოხდა მისი დაკავება. ბუშტების გაწვა რატო არის პრობლემა? რატო არის ამას გარღვევა? ბუშტების გაწვის უფლება რატო არ ქონა ბუშტებთან დაკავშირებით? სანამ ბუშტების აქციასთან დაკავშირებით გეტყვით. ბუშტების აქციასთან ერთი წუთით. ბუშტის ბუშტის გაშვებას არავინ არ უშლის. არა, დაუშალეთ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ჭედიშვილის გამარტება. მან თქვა, რომ აქ არის პოლიციელები და არ შეიძლება გათავსდეს ბუშტები, ეს არის გმისების შეურაცხმყოფელი. პოლიციელი და შეგნებულად პროვოცირებაზე მოდიან და პოლიციელს ცდილობენ რომ აწიონ ფიზიკურად ეს პოლიციელი და ასე მოახდინონ ბურთის გაშვება. მაგრამ გავსერა არ ყოფილა ბატონო. ბუშტების გათავსება მთავრობის სახლის წინ, რატომ არის რომელი კანონის დარღვევა? პოლიციელმა ცემა რომელი კანონის არღვევს ბუშტების გათავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ? ამაზე საერთოდ არის აქ შემოქმედი არის მესამე დღეა დაპირისპირების მთავარი საგანი პოლიციელებს და მოქალაქეებს შორის არის ჩვეულებრივი ბუშტები. დღეს პოლიციელების შორის ვერ მოიწევთ პასუხი თუ რომელ კანონს არღვევენ, ან რა გამოხატვის თავისუფლებას, რატომ შეიძლება შეიზღუდოს იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებს სურთ ბუშტების გაკვრა, ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ. დააკავეს ერთი მონაწილე რეზო ხარაზი, სიტუაცია, თუმცა საფრთხეს აქციის მონაწილეების დაჟინებით ყავენ პასუხს. კოჯანიანიშვილის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, რატომ დააკავეს რეზო ხარაზი, რატომ იყო პრობლემა ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ. საუბრობდეთ მართლა ნორმალურად. გამოვიდა. მეორე დააკავეს მესამე. კიდე მინდა დააკავეს თუ იცი? კიდე ერთი პირი დააკავეს? სულ არის ორი. რეზო ხარაზი გარდა კიდე ერთი პირი დააკავეს? ჩვენ კი. ხდებიან და შემდგომ აკავებენ. ქართული ოცნების მიერ გამოსვლილი პროვოკატორები. და ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთი იყო მერის თანამშრომელი. ეს ადამიანი ფიზიკურად უსპორტებია. ეს არის სამართლის სასწავლო. როდესაც კოჯანიანიშვილისგან დამატებით მოვიპოვა ინფორმაცია. არა, პოლიციელების თავზე ბუშტების განთავსება არ შეიძლება ესა. არა, კადრები არის მთავრობის.
ბატონო კოტე, მთავრობის ახლის წინ გუშტების განთავსება გამოხატვის თავისუფლების რა პრინციპს არღულს და რატომ არის სამართალდამცავი გუშტების განთავსება? არანაირი. არა, ჩვენ მოვისმენთ ირაკლი ჭელიშვილის გამარტება, რომ არ შეიძლება პოლიციელების თავზე იყოს ეს. და ცდილობენ პოლიციელის ფიზიკურ გაწევას, ფიზიკურ შეხებას ამ მაგრამ ჩვენ აქ ვიყავით, ლაივშიც ვიყავით, არ გვინახავს გავსი რომ ვიღაცა გაწია. ჩვენ კადრებში ქონდა, როდესაც რეზო ხარაჟი და ცდილობდნენ აი იმ ბოძებზე გაებათ თოკი, რომელზეც იყო ბუშტი. როცა როდესაც დგას პოლიციელი და ცდილობს რომ ეს პოლიციელი ფიზიკურად გაწევს. არა, სთხოვეს. პოლიციელს სთხოვეს რომ მიეცათ საშუალება ბუშტების გავლა. თოკის გაბა დანაშაული. პარალელურად ხდება ფიზიკური ძალადობა რა გაწევა პოლიციელის და რეზო ხარაჟმა პოლიციელს იზალა. არა, კანონიერია პოლიციის. ბატონო კოტე, გაწევა პოლიციელის კორდონი და ასე ბატონო კოტე, კანონიერია ირაკლი ჭედიშვილის გამარტება, რომ არ შეიძლება პოლიციელების თავზე გადაატაროთ ბუშტები. და ეს არის ღირსების შეურაცხყოფელი, ეს კანონიერია მსგავსი რამის მოთხოვნა. ღირსების როდესაც დგას პოლიციელი და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა. კანონიერი მოთხოვნა ის რომ ბუშტები არ როდესაც შეიძლება დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და ცდილობს რომ ფიზიკურად გაწევა ჩვენ მოვისმენთ ირაკლი ჭედიშვილის ბუშტების განთავსება არ მიიღებია. ეჭირა ზებრა ეჭირა პოლიციას არავინ არ ეჭირა ჩვენთან ერთად დიდეთი ვინმე მიგაწვა დიდეთი შეიძლებოდა რა შეიძლება ადამიანი ის გაწევარდი აბსოლუტურად შეიძლება დაიწყოს შეგვიძლია გითხრათ, ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი. ბუშტის გამლა რატომ არის სამართალ დარღვევა? ვინმე მიგის მოქალაქესთან რომელიც შემოჩა აქციას ერთ-ერთი მოიპარა ვაქცინა როგორც მოიპარა ჩვენი ბუშტები გაფრთხილია და აღარ მოიპარა ზემ დაპირისპირების დროს დაზიანდა რატომ მოიპარა ბატონო ირაკლი არ შეგაშინეს ბუშტება ასეთი იყო პასუხები, რაც შეიძლება მოვისმინეთ პოლიციის ხელმძღვანელი პირებისგან, მათ შორის კოტიანანიაშვილისგან, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია. თქვენ ადამიანებს თვალს ლაივს აქ მოვისმენთ ირაკლი ჭედიშვილის პოზიციას. ის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ ბუშტები არ განთავსეს აჭარის მთავრობის სახლის წინ, რადგანაც მთავრობის სახლის წინ სწორედ ისე როგორც ეხლა დგანან პოლიციელები და პოლიციელების თავზე არ შეიძლება იყოს ბუშტი. მან ვერ დაასახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ვერც მან და ვერც კოტიანანიაშვილმა, თუ რატომ შეიძლება იყოს ბუშტის განთავსება სამართალ დარღვევა და რატომ შეიძლება ვერ ისარგებლოს მოქალაქეებმა ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების ფორმით. ბუშტები გახდა მთავარი დაპირისპირების საგანი ამ აქციაზე უკვე მესამე დღეა. დღეს როგორც ცნობილია, აქციის ლიდერებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ აქ მოსულიყვნენ ბუშტები. რადგანაც წინა დღეებში სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს აქციის 5 მონაწილე, მათ შორის ერთი უკვე დააჯერინა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით და სწორედ ამიტომაც ერთგვარი პროტესტის გაგრძელება დღეს ყოფილიყო ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლთან. თუმცა პოლიციამ ეს მოქალაქეების დასახელება შეზღუდა. ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვისმინეთ განმარტება, თუ რატომ შეიძლება და შეზღუდულიყო ბუშტების განთავსება მთავრობის სახლის წინ, თუ რატომ შეიძლება ჩათვლილიყო, რომ ეს იყო პოლიციის ღირსების შელახვა. საკალბული აქციის ერთი მონაწილე როგორც აქციის მონაწილე დაამბე, კიდევ დააკავეს ერთი პირი, თუმცა ამის შესახებ მე კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით უიღა დაუჭერია.
Idi აკეთა ტრაკები გიომა. არა შეურაცხყოფა არ უნდა მოაყენო შენ. ადამიანს კადრები ნახეთ კადრები. კადრები გვაქვს, კადრები არ გინდათ. გავიგებ მაგრამ კადრები მაჩვენე მომეს მაგას მოაჩვენე ტელევიზიას კულტურის გარჩევები დასრულდა საქართველოს. მანამდე ჩამოგვიდა. აი აქ ხალხი მანამდე რა დაინა. მანამდე რა. მამუკა გეხოცებ კადრები მაჩვენდები. ესეც ვერ გავარკვევ. არა, ყველას აერთიანდა გაჩვენა. არა, ყველას ეხლა კორიდორთან არის და არც გარღვევას არ აპირებს. აი რა უნდა და ირბადე რატო ჩამომგლიჯე ის და წვირკი ბატონო ამაზე ჩამომგლიჯე ირაკლის ჯგუფია, რომელიც დაკავებული იყო 2 დღის წინათ, სწორედ ბუშტერის აქციის გამო, მაშინ ბათუმის მურუსიძის სასაკრებო მურუსიძის აბა რა კიდე დავაყენებ მაგ დაღვევაში არ გადაგივიდე არავინ არ არის არავინ არ არის ადამიანებო ირაკლის ჯგუფიაც დააკავეს? იორეც და მოგი კონკიტას არ გაუხეთ როგორ ეხა გიორგის გიგმურას აბრმავე ეხუჭა ნახე პოლიტიკოსი
შეხარ პოლიტიკურ შენებიდან მოუვარე გიორგი ტროტუარი აი ახლა მოდის ასე უნდა აქ მონაწილეებსა და პოლიციელებს განმარტება პოლიციელებისგან რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები და რატომ იყო ბუშტების გაკვრა პრობლემა აჭარის მთავრობის სახლის წინ. ეხლა შედარება მშვიდია, ვითარება დასტაბილურდა. აკავების მომენტში ხომ უნდა შეაფასოს აქციის მონაწილეები უბრუნდებიან ისინი თავდაპირველ ადგილს, სადაც ისინი დღეს შეიკრიბნენ ბუშტები, ეს ბუშტები აღარ არის. დაპირისპირების დროს დაზიანდა და პოლიციამ შეუწყდა აქციის მონაწილეებს ბუშტების მოთავსება აჭარის გაგინდა გამოიყვანა რომ ეს ყოლების არ უნდა შეგვიგებოდა აქციაზე რომ გვესწონეთ და ბუშტების გეშინოთ თავისუფალ მაინტერესებს რატომ ვიქცევა დაიგიან იქ ბუშტები ეს იმას გავს დავალება გავს ვიჟუალზე არა მოსწონს პირი და თამაში უნდა კანონში გვიწერია რა თხოვზე ვატარებ პოლიციას ბუშტს. დიახ. ეუბნებით რომ არე ვინ ეუბნება? ხო არის და ვინ ეუბნება? შენ არ იყავ და იმიტომ არის. ჯუმი მიხარ ახსნის მონაწილეებში პროვინციაში. კონსტანტინე გუში გაიმართა სასამართლო პროცესიდან. გუში სასამართლო პროცესი რატო არის ვიდეო კადრები რას დალაგებდნენ აქტივისტები. გუში სასამართლო პროცესი გადაიდო იმის გამო რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, არ არსებობს. ისე დააკავეთ 4 ადამიანი გუში სასამართლო პროცესზე ვერ წარადგინეთ ვიდეო მტკიცებულებები. ბატონო გოთე, ვერ წარადგინეთ და გადაიდო 2 დღით. არა, იმის გამო გადაიდო რომ ვიდეო მტკიცებულებები არ აგავდა. არც დღევანდელი მტკიცებულებები არ გექნება. იმაუსის დაბადებული ხარ. იმაუსის გამო რომ დაამარცხა. აი აქ ჩვენ შორისი. ძალიან სიცხვილეა. და მაგით დააკავე. სადარიან ის არის. დამატაკა და ის არის. ხუთი სანტიმეტრი რო უკან დაიხიოს პოლიციამ და საუბარი გადაადგილდება და დამნაშავე იყო. ბატონო, აი ეს ადამიანი მოიპარეთ გუში თქვენ. ეს არის პასუხები, რასაც თქვენ ახლა ისმენთ პატრონების ლაივში, აქციის მონაწილეები დაჟინებით ითხოვენ პასუხებს და პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისგან კოტიანენიაშვილისგან, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები და რატომ იყო ბუშტების მოთავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ პრობლემა. და პასუხები არის ის, რაც თქვენ ახლა მოისმინეთ. მან ვერ დაასახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, თუ რას უდავს რატომ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, კონკრეტულად კი ბუშტები, აი რასაც თქვენ გაცნობთ, მსგავსი ბუშტების მოთავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ. გონდა თქვენი ბუშტი გადარჩა? მე არ ვთმობ ამ ბუშტს. ბიძოს ბუშტი თოკო. რას აპირებთ ახლა როგორია თქვენი გეგმა? რომ ბუშტები პრინციპში აღარ გაქვთ, რომ ისევ განათავსოთ მთავრობის სახლის. ბუშტების მეტი რა გვექნება ხალხო, ნახეთ. ჩვენ როგორც ვაგვჩნევთ, ერთადერთი რისი ჰომოფობია დაეწყო ხელისუფლებას არის ბუშტები. რატომ მოხდა ეს ასე? რატომ არის ბუშტების რევოლუცია დაიწყო? რატომ არის ეს დაპირისპირების თავარი საგანი? დღეს ბუშტები საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიციელებს, ანუ რატო არის რადიკალური წინააღმდეგი პოლიცია, რომ ბუშტები განათავსოთ მთავრობის სახლის შესაძლებლად? ეს მაწულკაცი რო დაიბადა თორნიკე რიჟვაძის, ხო? იმ პერიოდში მის ბავშვობისას იყო ესეთი სერიალი, ტელესერიალი დედას ბუშტი. ხო და
ამას ყვარობდა ამ სერიალს თორნიკე რიჟვაძე და ბუშტებზე აქვს კარგი მოგონება, მაგრამ ზედ ეს წარწერები მისთვიგან ასატანი არ არის და ამიტომ მას გულის ტკივა რომ ბუშტებს რატო ამახინჯებს და ეს ბრძანებაა მისგან მოსული რომ ბუშტებს ამახინჯებს აქციის მონაწილეები და დააკავეთ რა. მოკლედ ეხლა თავის სამუშაო კაბინეტთან არის გამოკიდული ბუშტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმ ყველა ეპითეტს, რომელთაც გვინდა შევამკოთ თორნიკე რიჟვაძე. თორნიკე რიჟვაძე არის მხდალი, შიშარა, აი კურდღელი ვიწრება მის სამუშაო ოთახში უკანაკარებიდან, ეგრეთ წოდებული გარაჟიდან, ავტოფარეხიდან და ერთი თვის მანძილზე სახით არ გვინახი არავის. გუშინ ერთადერთი ინტერვიუ ნახეთ, რომ თითქოს აქ არის 20 კაციანი ბანდა და ამ 20 კაციანი ბანდისთვის ამ პატივცემულ არამზადას მოყვანილი ყავს მთელი სამხარეო პოლიცია, გურიის, აჭარის, იმერეთის და ასე შემდეგ და მინდა უთხრა ამ ხალხს რომ ეს პოლიციელები სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხზე უნდა აპელირებდნენ ქვეყანაში დამძიმებულ კრიმინალზე, ყოველდღიურად რომ იძარცვებას, ავადმყოფოები, ბანკები და ასე შემდეგ და ჩვენ აქ არავითარ კანონს არ ვარღვევთ. უბრალოდ ერთია რომ აქცია პერფორმანსები გაგრძელდება და აქ მოვა იმდენი ბუშტი, რამდენი საჭირო იქნება. სავარაუდოდ საქართველოს პოლიცია არ ეყოფა ბათუმში იმდენი საჰაერო ბუშტი. თორნიკე რიჟვაძის ბრძანებებს ასრულებს და მითითებებს ასრულებს პოლიცია, ანუ ამის გამოარსებს. პოლიცია ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, რომ დაიცვან მისი ბუშტი თორნიკე რიჟვაძე. ამ შემთხვევაში თორნიკე რიჟვაძეს პოლიცია უწევს ყაიდას და რასაც ის ბატონი ბრძანებს ასრულებს პოლიციაც. ეგ არის ამ თავად. ანუ რეალურად თორნიკე რიჟვაძეს აღიზიანებს ბუშტები და ამით ითება თორნიკე რიჟვაძეს აღიზიანებს ბუშტები და თან ხო იციან აქციას და რაც ასოცირდება შემდეგ ამ მოძრაობას აი მის სახელით იმკობა და აი ბუშტების რევოლუცია არ უნდათ რომ დაიწყოთ და სავარაუდოდ დაიწყება. ალბათ ეს ბონდო თედორაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. აი აქ არის შემორჩენილი ჰელიუმის ბუშტები ხედაფოთლებში, არ ვიცი ამჩნევ თუ არა, ალბათ. კი. აი ეს არის თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის წინ. ამ ბუშტების გამო ძირითადად დაპირისპირება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის უკვე მესამე დღეა, დღეს რიგით მესამე დღეა, რადგან გუშინი როცა თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები კონკრეტული წარწერებით, ამას მოყვა დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკური და დააკავეს აქციის 5 მონაწილე. ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ჩხირკვია, რომელიც გუშინ დააკავეს დღესაც და გუშინ როცა დააკავეს ირაკლი ჩხირკვია, ასევე ბუშტების გაშვების შემდეგ დაწყებული დაპირისპირების გამო პოლიციამ ის დააჯარიმა 500 ლარი და მისცა გაფრთხილება. ანუ მნიშვნელოვანია რომ სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია ის, რასაც ეხა პოლიციელები აცხადებენ, ანუ გამოხატვის თავისუფლება მარტივად იგივე შეძახილები მონან ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ ეს მიიჩნია სასამართლომ სამართალდარღვევად. ამ პრეცედენტს ხუთაშორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოწოდა საშიში პრეცედენტი, სახიფათო პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და მას იცავს ევროკონვენციაც, რომლის ხელმოწერიც ვართ ჩვენც და ჩვენც უნდა ვიცავდეთ ამ უფლებას. დღეს პრინციპი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოიფიქრეს ერთგვარი პერფორმანსი, მათ დაპატიჟეს აქციაზე ადამიანები ბუშტებით, იმისთვის რომ მკვეთრად გამოეხატათ პროტესტი. ის გამო რომ ბუშტების გამო ხდება ეს დაპირისპირება, თუმცა დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული მოთხოვნა ირაკლი ჭედიშვილის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მან თქვა, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ ვერ განთავსდება ბუშტები, რადგანაც აქ κάνენ პოლიციელები, სწორედ ისე როგორც ახლა თქვენ ამას კადრში ხედავთ. და არ შეიძლება პოლიციელების თავზე გადაატაროთ ბუშტები. ირაკლი ჭედიშვილმა მიიჩნია, რომ ბუშტების განთავსება მთავრობის სახლის წინ იქნებოდა ღირსების შეურაცხყოფა ღირსების შემლახავი პოლიციელებისთვის. ამის შემდეგ რეზო ხარეზი, რომელიც ამ აქციის ერთ-ერთი ლიდერია, ავიდა ბოძზე, მან სცადა ბუშტების განთავსება, თუმცა ამ დაპირისპირების და ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს ბუშტები დაზიანდა. და ამის შემდეგ როცა რეზო ხარეზის დაკავებას სცადა პოლიციამ, სწორედ ამას მოყვა ფიზიკური დაპირისპირება. საპროტესტო აქცია გრძელდება, ხაჯერჯერობით სიმშვიდეა, მე ვნახავ რა ხდება ირგვლივ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქაც განა პოლიციელები
აქაც როგორც ჩანს ერთგვარი პერფორმანსს აწყობენ არტის მონაწილეები. პროტესტის ამგვარი ფორმა მოიფიქრა ალტერნატივამ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კრიტიკულია ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. Пуштები შეშინია თორნიკერი ჟვაძეს. პუშტები აშინებდნენ. მათ გაკრული აქვთ ქუჩის აულ ნაწილზე სტიკერები წარწერით მონობატე ხავს და შედან ქუჩის აულ ნაწილზე. პრინციპში ეს ქუჩა გადაკეტილია 8 ნოემბრის შემდეგ, მან შემდეგ რაც ეს საპროტესტო აქციები ბათუმში იმართება. თქვენ უკვე იცით და ვინც არ იცით, მე შევახსენებ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ ჩატარდეს ხელახლა საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ქვეყანაში. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები 31 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. ისინი ასევე ითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახლა დაკომპლექტებას. ბოლო რამდენიმე დღე არის დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე, დაპირისპირების მთავარი საგანი, როგორც თქვენ იცით, გახდა ბუშტები, მაგრამ ბუშტების განთავსება არ დაუშვა პოლიციამ და მოითხოვდა როგორც დღეს, ასევე წინა დღეებში, რომ ბუშტები არ განათავსებინათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ და მათ შორის თორნიკე რიჯვაძის სამუშაო კაბინეტისკენ. რა ხდება თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ყველანი ვხედავთ ერთს. ეს ამ თავრობას აწუხებს ბუშტები. ახალგაზრდების შუბის საქართველოს კიდევ სხვა ხარ დაუკავებია დღეს თუ იცით ან ირაკლი ჩხურკვიას და რეზო ხარაზის გარდა. მე მგონი არა, ჩემი ინფორმაციით არ ვიცი. მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის? ამ ყველაფრის მერე აი თქვენ ლაიში ვნახე გუშინ რიჟვაძის განცხადება. და სხვათა შორის არ გამკვირვებია. როცა მან თქვა რომ მოწკაციანი ბანდაა შეკრებილი, შეკრებილი და სხვათა შორის არ გამკვირვებია ჯაბა, იმიტომ რომ მას არასდროს არ ქონია დარწმუნებული ვარ მე ამაში, რომ არასდროს არ ქონია განსხვავებული აზრი. არასდროს არ გამოუხატავს პროტესტი. იმიტომ რომ არის მონური ფსიქოლოგიის ადამიანი და მისი ეს დამქაშები და ქვეშემდომებიც არიან მონური. ან თქვენ როგორც აქციის მონაწილე ფიქრობთ რომ თორნიკე რიჯვაძის რეალურ მითითებას ასრულებს ახლა პოლიცია, როცა ბუშტების გამოხდება დაპირისპირება? სულ არაფერი არ ხდებოდა და როგორც კი თავი მაგის ფანჯარასთან ავიდა ბუშტი, მიკი მაუსის უწინარი ბუშტი, ამის მერე დაიწყო. რატომ შეიძლება აღიზიანებდეს მას ეს ბუშტები თქვენი აზრით? რა შეიძლება ბავშვი ყავა, ან თაგვის შეეშინდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით ის რალია, მაგრამ ერთში ვარ დარწმუნებული მისი განცხადების შემდეგ, ამან კიდევ ხელი მოაწერა იმას, რომ ის არის მონური ფსიქოლოგიის ადამიანი და ჩვენი პროტესტი მისთვის არის აი როგორ ვთქვათ, დაუგებარი. ვერ ხვდება ჩვენ რას ვაპროტესტებთ. იმიტომ რომ არის მონური ფსიქოლოგიის და ის ხალხი, რომელიც ამ ახალგაზრდებს ასე არაფრის გამო აპატიურებს და შეურაცხყოფას აყენებს, მე პირადად დავინახე როგორ აგინებდნენ აქციის ახალგაზრდა მონაწილეებს 18-19 წლის ბავშვებს. ამხელა პოლიციელები ვის გამო, აი ბუშტების გაშვების გამო. ეს არის მარაზმი და თქვენ წარმოადგენთ რომელიმე მოძრაობას თუ პარტიას? ნაციონალური მოძრაობა. თქვენი სახელმწიფო მამუკა ჯევეში. კარგით, მადლობა. გრძელდება საპროტესტო აქცია. ჯერჯერობით სიმშვიდე აქციაზე ცოტა ხნის წინ აქ იყო დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკური სახის პოლიციელებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. ბუშტები ადგილზეა. თორნიკე რიჯვაძის სამუშაო კაბინეტის წინ
თუმცა უფრო მეტი ბუშტის გაშვება უნდა დღეს აქციის მონაწილეებს და განთავსება აი ამ ტერიტორიაზე მთავრობის სახლის შესასვლელთან. თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს პოლიციელებმა. ჩვენ მოვისმენთ პოლიციის უფროსის ირაკლი ჭედიშვილის განმარტება, რომ მან თქვა, რომ ეს არის ღირსების შემლახავი, თუკი პოლიციელების თავს ზემოთ იქნება მოთავსებული ბუშტები. აი ესეთი ეს იყო რეალურად საფუძველი, ეს მიიჩნია პოლიციელმა და ხელმძღვანელმა პირმა პოლიციის, რომ ეს არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ შეეზღუდა საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის გამოხატვის თავისუფლება, კონკრეტულად კი ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლის წინ. ბატონო ირაკლი, შეგიძლიათ რომ გითხრათ განმარტება კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რის გამო მიიჩნიეთ, რომ ბუშტების განთავსება მთავრობის სახლის შესასვლელთან ზრუნავდა რამის არ გონდა? არავის არ შეუძლებია თავიდან ხედავდით, რომ ჩვეულებრივად გაუშვეს ბუშტები, მაგრამ მე უკვე პოლიციასთან გამოდენიმე მოწოდება იყო პოლიციის მხრიდან და არ დაემორჩილა და დაკავდნენ პოლიციის. არ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოწოდება, პირდაპირ ეთერში ვიყავით მაშინაც, თქვენ ამბობთ, რომ ღირსების შემლახავია ის მომენტი თუ კი ბუშტები გაივლის პოლიციელების თავზე. და რა არის ამ ყველაფრის სამართლებრივი აღქცნა და დასაბუთება? აქვთ მაგათ თავიანთი ადგილი, სადაც უნდა გაეკრათ თუ გაებათ ეს ბუშტები და მოვიდნენ და სპეციალურად აკეთებდნენ. ან თქვენ განვისაზღვრეთ ადგილი, სადაც შეიძლება განთავსოთ მათ ბუშტები და ეს ფიქრობთ, რომ არის სამართლიანი? დანარჩენი შეიძლება მაგათ კითხო და თვითონ კითხო. არა, თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ ხართ პოლიციის ხელმძღვანელი პირი. ოდის გიხდი, ჩვენ დავაკავეთ პოლიციის წინააღმდეგობას. ეს გავიგეთ, ეს სხვა ამბავია, წინააღმდეგობა იყო თუ არ იყო, მაგრამ თავად თქვენი მოთხოვნა, რომ ბუშტები არ განათავსებინათ მთავრობის სახლის შესასვლელთან იმ ტერიტორიაზე, ბოძებზე მთავრობის თუნდაც, ხო? სახლის შესასვლელთან ერთია და პოლიციელების თავზე უნდა განეთავსებიათ ეგ ბუშტები და მიუთითეთ, რომ აქ არ შეიძლება და გაეკრათ. რის საფუძველზე მიუთითეთ? რატომ ჩათვალეთ, რომ ეს იყო სამართლიანი თქვენი მოთხოვნა? რის საფუძველზე მიუთითეთ? აი ევროპრაქტიკა არსებობს რამე რომელიმე გადაწყვეტილება ან საქართველოში არის ამის პრეცედენტი, რომ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს ამგვარი ფორმით. ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი. არ მოგისმენია ჩვენ თქვენი კომენტარი. ყველა არხთან არის კომენტარი გაკეთებული. არა, მე გისმენთ თქვენს ყველა კომენტარს და რატო დავაკავეთ? ბევრჯერ გითხარით. დაკავებას არ გეკითხებით. დაკავებას არ გეკითხებით. მე გეკითხებით თქვენს მოთხოვნას, თქვენი მოთხოვნა რატომ იყო სამართლიანი? მაშინ ვიაროთ ესე წინ გაუკეთეთ. არა. გაქვთ თუ არა პასუხი? თუ არ აქვს პასუხი, ასე გეკითხებით, რომ არ გაქვთ პასუხი და გავიგეთ რომ არ გაქვთ პასუხი. მოუწოდა პოლიციის თანამშრომლებმა, რომ რატომ მოუწოდეთ? სტოლბებიდან, ბოძებიდან, ასევე მიეცათ ის შესაძლებლობა პოლიციის მხრიდან, რომ გაეკრათ სტიკერებიც და ბუშტებიც თავიანთ მხარეს და არა პოლიციის თავზე. მაგრამ მათ ისურვეს მაინც რომ გვინდა რომ პოლიციის თავზე გადავატაროთ ბუშტები. და მაგას გეკითხებით, ანუ პოლიციელების თავზე რა შეიძლება არ იყოს ბუშტი? მადლობა. კარგი, ასეთ იყო ირაკლი ჭედიშვილის კომენტარი, ის არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. სწორედ ეს იყო დღეს პირველი ხელმძღვანელი პირი პოლიციიდან, რომელმაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ არ განათავსებინათ ბუშტები. დასკვნებით თავად შეგვიძლიათ გააკეთოთ, რამდენად სამართლიანი შეიძლება ყოფილიყო მსგავსი მოთხოვნა. ჩვენ ახლა ჩავდით, რომ მოგვესმინა სამართლებრივი დასაბუთება, რადგანაც როგორც ვიცით, სამართალდამცველი პოლიციელი უნდა სარგებლობდეს კანონით და ეფუძნებოდეს მისი მოთხოვნები კანონს და არა მის შეხედულებას, ზოგადად მაგალითად სად შეიძლება გამოხატოს ადამიანებმა თავიანთი, სად შეიძლება ისარგებლონ ადამიანებმა გამოხატვის თავისუფლება და სად არა. ამას პოლიციელი თავისი შეხედულებისაგან არ უნდა წყვეტდეს და უნდა სარგებლობდეს კანონით, კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილებებით და პრეცედენტებით. ჩვენ ახლა ვცადით ამ პასუხების მიღება როგორც ირაკლი ჭედიშვილისგან, ასევე კოტე ნენიშვილისგან, ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია, თუმცა კონკრეტული დასაბუთება თუ რატომ შეიზღუდა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება, რამდენად იყო ეს პასუხი და ახსნა დასკვნით თავად შეგვიძლია სააკეთოთ. ჯერჯერობით სიმშვიდეა აქციაზე, საპროტესტო აქცია გრძელდება. ბუშტები აქ უკვე აღარ ჩანს, ჰელიმოს ბუშტები როგორც ნახეთ, არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის სამუშაო თახის წინ. დაკავებული აქციის ორი მონაწილე დღეს ეს გახლავთ რეზო ხარაზი, რომელიც ნაცვალე მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და ასევე ირაკლი ჭკვირტვია. ირაკლი ჭკვირტვია გუშინ წინაც დააკავეს ისევ ბუშტების აქციის შემდეგ, როცა ბუშტების გაშვების დროს გუშინ წინაც მოხდა დაპირისპირება მათ შორის ფიზიკური აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. სხვა შორის სასამართლომ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჭკვირტვია მიიჩნია სამართალ დამღვრად, მას მისცა გაფრთხილება და დააჯარიმა 500 ლარით.
ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მათ შორის როგორ იმსჯელებს სასამართლო, მნიშვნელოვანია რომ გუშინ უნდა განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ დაკავებული 4 პირის საქმე, საუბარია ადმინისტრაციული წესით სამართალ დარღვევაზე. და მოსამართლე ჯუნგურ ბეჟანიძე მოსკოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა პოლიციელებს, რომ გამოჩენილიყო რამერად იყო წინააღმდეგობა და პოლიციის კანონური მოთხოვნის დაუმორჩილებლობა გუშინ აქციაზე და ეს სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის, ანუ ხვალ 3 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუნგურ ბეჟანიძე. ხოლო რაც შეეხება დღეს დაკავებულებს, დღეს დაკავებულ აქციის 2 მონაწილეს, უცნობია როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი. საპროტესტო აქციები ბათუმში ზუსტად ამ ადგილას იმართება 3 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ოპოზიცია მიიჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაყალბდა და მათ მოითხოვეს ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღემდე მათ მხოლოდ ეს ერთადერთი მოთხოვნა აქვს ამ აქციაზე. ესენი მოითხოვენ ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახლა დაკომპლექტებას. აქციები მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. 8 ნოემბრიდან ბათუმში გადაიკეტა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, ეს მონაკვეთი, საჯარო მთავრობის სახლის წინ აკაშლილია კარვები, ასევე აქ არის კასრები, სადაც ღამით ადამიანები ანთებენ ცეცხლს და თბებიან და კარვებში რჩებიან აქციის მონაწილეები. აქ ახალს არის განთებული კასრში ცეცხლი, შესაძლებელი ცეცხლი როგორც ჩანს არ არის, მაგრამ აქაც არიან. ტრიბუნა ამ ეტაპზე არის ცარიელი. და აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის ისე უცვლელი, ისინი თხოვენ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ სიახლეების შესახებ და იმაზე თუ როგორ გაიმართება დღეს საპროტესტო აქცია. დარჩი ჩვენს არხებზე ბათუმელები ჯიდან ერთგაზეთი ჯი იმისთვის რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.